მოგესალმებით, მოდით საჯარო გაშლის დახმარებით, ექსპრეს გაშლის დახმარებით. ვნახოთ, არის თუ არა ამჟამად ნეგატივი თქვენზე. მოდით ნეგატივში შევეხოთ თვალი, ყველაზე გავრცელებული ერთ-ერთი ნეგატივის ფორმა. გათვალული ხართ თუ არა, მოდი მხოლოდ თვალს შევეხოთ დღეს და არა რაიმე უფრო ისეთ მძიმე, მაგიურ, ენერგოინფორმაციულ ნეგატიურ პროგრამებს, ხო? გაქვთ თუ არა თვალი? პირველი ვარიანტი. გაქვთ თუ არა თვალი? მეორე ვარიანტი. გაქვთ თუ არა თვალი? და მესამე ვარიანტი გაქვთ თუ არა თვალი? თვალი გაქვთ, ანუ გათვალული ხართ თუ არა? კარგი, მაშასადამე. ტაკ. კარგით. პირველი ვარიანტი გქონდეს ციტრინი, მეორე ვარიანტი გქონდეს სელენიტი და მესამე ვარიანტი გქონდეს აკატი. აი ასე. ახლა კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, კარგად დააკვირდით სამივე მინერალს. რომელი მინერალი ყველაზე მეტად მიიზიდავს ახლა თქვენს მზერას? ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის შესაბამისი და სწორი პასუხი. უფრო მეტად რომ გაგიმარტივდეთ, დახუჭეთ თვალი და როდესაც თვალს გაახელთ, თქვენი მინერალი აუცილებლად დაგიძახებთ. მაშასადამე მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ციტრინი არის თუ არა ამჟამად თვალი თქვენზე? არის თუ არა ამჟამად თვალი პირველ ვარიანტზე? მე ასე ვიტყოდი, რომ ეს იმდენად თვალი არ არის შემოძვირფასო პირველ ვარიანტზე, რამდენადაც შიშები. მაგრამ ეს შიშები არის არა თვალიდან გამოწვეული, არამედ ეს არის შიშები გამოწვეული თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე, სტაბილურობაზე, იმიტომ რომ შესაძლებელი რაღაცა გარკვეული სტაბილური არასტაბილური პერიოდი გაქვთ ახლა ფინანსური, ან ნერვიულობთ საკუთარ ასე ვთქვათ არ გრძნობთ ფინანსურად მყარად თავს, ან მაგალითად გეშინიათ, რომ შესაძლებელია თქვენს ფინანსურ ენერგიას რაიმე რაღაც ზიანი მიადგეს, მაგრამ თვალი არის თუ არა თვალი? არა მეგობრებო, თვალი არ არის აქ. თვალი არ გაქვთ ნამდვილად. იცით რა, მე გეტყოდით რა შეარის აქ საქმე. ეს არ არის თვალი. მოიხედეთ თქვენს ირგვლივ, იმიტომ რომ შესაძლებელია იყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვენში ან ნერგავს შიშს ფინანსურ არასტაბილურობის ნაწილში, ან როგორც ვარიანტი ეს ძალიან მინიმალურ ადამიანებს ეხებათ, ყველანუ მიიღებთ საკუთარ თავზე, შესაძლებელია გყავდეთ პარტნიორი, შვილი, მოკლედ ადამიანი, მეგობარი, ძმა, ადამიანი გვერდით, რომელიც თქვათ დამოკიდებული არის ყველას არ ეხება განმავლობები, ან აზარტულ თამაშებზე, ან მუდმივად ფულს გთხოვთ, ან რაღაცნაირად ფინანსურად არის თქვენზე დამოკიდებული და შესაბამისად ეს ადამიანი გექმნით ერთგვარ ფინანსურ შიშებს. ესეთი რამე შესაძლებელია. ან ვერ შორდებით, არ შორდებით, ვერ იწყვიტავთ და თავისთავად ადამიანი ცუდად მოქმედებს თქვენს ფინანსებზე. ეს ეხება ძალიან ერთეულ ადამიანს, მაგრამ მთლიანობაში გეტყვით, რომ ეს შიშები თქვენს ფინანსურ არასტაბილურობაზე, ეს არ არის თვალი, მაგრამ რატომღაც შეგრძნება მაქვს, რომ თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ძალიან ხელს უწყობს თქვენში ამ შიშების გაღვივებას, მიხვდით, ხო? აი
პარაზიტი იგრძნობა თქვენს ფინანსურ ენერგიაზე, პარაზიტი, რომელიც ხაპავს ამ ენერგიას, თქვენ ან უარს ვერ ეუბნებით, ან არ ეუბნებით და საბოლოო ჯამში ეს პარაზიტი იყენებს თქვენს ფინანსურ რესურსს. და თავისთავად არის შემდგომ შიშები იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც არის. თქვენს ფინანსურ ენერგიაზე არამც თუ თვალია და რატო დავიწყე ხა საუბარი ფინანსებზე, იმიტომ რომ განსაკუთრებით განიცდით ამას, ხო? არამედ ყავთ პარაზიტი. პარაზიტი ყავთ ფინანსურ ენერგიას. საფულეში შემოგეზროთ პარაზიტი და მიაქციეთ ყურადღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ან არის თქვენს რეალობაში ადამიანი, რომელიც ძალიან არის დაინტერესებული თქვენი ფინანსებით და მისი თვალიქცემთ ვერ ვიტყოდი, მე უფრო მეტად ვიტყოდი, რომ მისი არსებობა თვითონ თქვენს რეალობაში, თქვენ საფულესთან ახლოს, თქვენს ფინანსებთან ახლოს იწვევს აი ამ ფინანსურ შიშებს, არასტაბილურობის შიშებს, რომლებიც თქვენ გაქვთ. კი, და ადამიანი ნამდვილად არ მოქმედებს თქვენზე კარგად, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გამიზნული თვალი. თვალი ცოტა სხვა სპეციფიკაა. აქ ცოტა სხვა რამ არის. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. გადავედით მეორეზე. მეორე ვარიანტი არის თორე თქვენზე თვალი ახლა, როდესაც უყურებთ ამას, არკანი სამყარო. აბსოლუტურად სუფთები ხართ, არანაირი თვალი, არანაირი ნეგატივი, არანაირი მაგიური ზეგავლენა. მე უფრო მეცაც გეტყოდით, თქვენ ახლა ამთავრებთ, ან უკვე დაასრულეთ ცხოვრების გარკვეული ეტაპი, ციკლი, კარმული სცენარი და მაჩვენებს იმას, რომ ეხლა აი აბსოლუტურად ან ახალ ლეველზე გადადიხართ, ან უკვე გადახვედით, სადაც ხართ აბსოლუტურად სუფთა სამყაროს ხელის გულზე გაშლილ მდგომარეობაში პატარა ბავშვით დახტიხართ, დარბიხართ, მოკლედ თქვენს ენერგეტიკაზე ახლა არანაირი თვალი არ შეინიშნება, არა ჩემო ძვირფასებო კვერთხების რაინდი ხო გეუბნებით, მზად ხართ რაღაცა ახლის შეცნობისთვის, შემეცნებისთვის, აქ არის ენერგიის მოზღვავება, თუ არ გაქვთ, იქნება ეს ენერგიის მოზღვავება და მე აქ მაჩვენებს ადამიანს, რომელიც მზად არის, რომ დაიპყროს ახალი ჰორიზონტები. არანაირი ნეგატივი, ან თუ თქვათ რაიმე წმენდა ჩაიტარეთ, ან თქვათ რაიმე პრაქტიკას მიმართეთ, გეტყვით, რომ ამ პრაქტიკამ ძალიან კარგად იმუშავა თქვენზე, ხო? მაგრამ უმეტეს შემთხვევაში აქ მაჩვენებს, რომ ადამიანი უბრალოდ გადავიდა თავის ცხოვრების იმ ეტაპზე, სადაც გაიზარდა, განიცადა ტრანსფორმაცია, გამოვიდა თავის ძველი ტყავიდან, რომელიც უკვე დაპატარავებული აქვს და აღარ ეტევა და იმ ძველ ტყავში, მოდი ასე ვთქვათ, დატოვა ყველა ის ცუდი და უარყოფითი თავის თვალიან, ენიან, მაგიური ზეგავლენიანად, რაც ვთქვათ ადამიანს ჰქონდა, იმიტომ რომ ხანდახან ყველანაირი ენერგოინფორმაციული წმენდა ხდება ხოლმე არასაჭირო, მაშინ როდესაც ადამიანი თვითონ განიცდის ტრანსფორმაციას და თავის ძველი ვარიანტიდან მხოლოდ კანს ტოვებს, მოდი ასე ვთქვათ, ხო, გამოცვლილ ტყავს ტოვებს და გამოდის იქიდან აბსოლუტურად ახალი. აი თუ გინახავთ, რეპტილია როგორ იცვლის კანს, ხო? ძველ ტყავს ტოვებს, იმიტომ რომ ის ზომაში იზრდება. რეალურად გველი, როდესაც ზომაში ოდნავ მაინც იზრდება, რატო საუბრობ გველებზე, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ამ შემთხვევაში ასახავს აი ამ გამოცვლილი კანის და ტყავის მდგომარეობას, ის ძველ ტყავში ვეღარ ეტევა და გამოდის და უკვე შედის, უკვე მას აქვს ახალი აბსოლუტურად სუფთა ლამაზი ფერები, ლამაზი ტყავი, ძველი კი აღარ აინტერესებს, იმ ძველში უკვე დატოვა თავისი ძველი თავი, ძველი მე, ძველი ენერგიები, აი ასე ხართ ახლა თქვენ, აი ამ მდგომარეობაში ხართ, ზუსტად ასე რომ არანაირი ნეგატივი აქ თქვენზე არ არის. მეორე ვარიანტი დაგემშვიდობებით თვალის სახით, არამც თვალი და არამც რაიმე სხვა და გადავედით ახლა მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი არის თუ არა თქვენზე თვალი ახლა. კვერთხების რაინდი. მე ვიტყოდი, რომ არ არის ახლა ამ მომენტში თქვენზე თვალი, თქვენ ხართ ახლა ენერგიული, იმიტომ რომ ეს თქვენ ხართ როგორც სიგნიფიკატორი, თქვენ ხართ ენერგიული, რაღაც მშრომელი. ჩასყო ესეთი
ბატონი, რომელიც შრომობს, რომელიც მორს აპობს, მოკლედ ენერგიულია, გადასარევ ფორმაშია, ზეგზუალურია, მშვენიერია, კარგ განწყობაზეა, გადასარევია თავში, დარწმუნებულია თვით შეფასება ადგილზე, მოკლედ ყველაფერი ადგილზეა. ანუ არანაირი მაგიური პროცესორით არანაირი თვალი ამ მომენტში არ შეინიშნება ვინც მესამე ვარიანტი აირჩია. პირიქით, ახლა რაღაცნაირად ენერგიული ხართ და შეგიძლიათ არ გეტყვით რომ შეშადაჩეხეთ თქვა, მაგრამ თუ თქვენთვის ეს აქტუალურია, კი ბატონო. იმოქმედეთ, მე უფრო მეცაც ვიტყოდი, არამს თვალი არამც რაიმეს ხო, ახლა თქვენ ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ იმისთვის, რომ იმოქმედოთ, იმოძრაოთ, რაღაც ახალი გააკეთოთ, შექმნათ, მომართოთ ენერგია იმაში, რაც გიყვართ. მოდით კიდევ ერთი არკანით შევამოწმოთ, არის თუ არა თვალი თქვენზე ამჟამად, ხო? არა, იმპერატორი ქალი, არა, შემოძირფასება ცხრენების პენტაკლები. არა და კიდევ ერთხელ არა. თქვენ ხართ ძლიერი, დამოუკიდებელი, ლამაზი, თვითკმარი ადამიანი. ნუ კი, გაშტერდებიან, მინდოდა მეთქვა. აკვირდებიან თქვენს ცხოვრებას, ნამდვილად აინტერესებთ თქვენ ზღურბს იქით რა ხდება, რა საქმიანობთ, როგორ საქმიანობთ, რამდენ საქმიანობთ, მაგრამ მე ასე გეტყოდით, რომ ისინი ახერხებენ თქვენამდე მოსვლას. არა, ჩემო კარგო არკანი მაგი, არკან მაგთან, იმპერატორ ქალთან და კვერთხების რაინთან, რომელსაც გვერდს უმშვენებს ხრიანების პენტაკლები, ვერანაირად ვერ ახერხებს ვერანაირი ნეგატივის შემოღწევას, იმიტომ რომ იქ ვინც შემოყოფს ცხურს თქვენს პირად სივრცეში, აუცილებლად წაიმტრევს თუ რა თქმა უნდა ეს ცხვირი ცუდი მიზნებისთვის არის შემოყოფილი. გამიგეთ ხო, მასე რომ შემოძერფასება, აი ესეთი ამბებია, ძალიან კარგი ვარიანტებია. სამივე ვარიანტი არის ბრწყინვალე. თუ არ ჩავთვლით პირველ ვარიანტში არსებულ გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ იცით რა არის პრობლემა 50% უკვე მოგვარებული, როდესაც ადამიანმა იცი პრობლემა რაში მდგომარეობს. ხო, მთავარია ვიცოდეთ რა არის პრობლემა და დანარჩის მოგვარება ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ჩვენს ხელშია. მე კი გისურვებთ შემოძერფასო წარმატებებს, ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო.